ჩვენს ქალაქს, როგორ ალამაზებს ის ვნახეთ. კი ბატონო. 24-27 ნოემბერს საქართველოს ხელოვანთა კავშირის ხელოვანები მომავლისთვის ორგანიზებით საფესტივალო პროექტი კვირეული ფესტივალიდან ფესტივალამდე ჩატარდება, სადაც მონაწილეობას რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურს ფესტივალების ნომინანტები და ლაურეატები მიიღებენ. ასამდე ვირტუოზი, ნორჩი მუსიკოსი და მხატვარი ბაჩო, ამის შესახებ უკვე ჩვენ ვიცით და დრო ახლა სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ. ფესტივალის დირექტორი ნინო კუპატაძე და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი თამუნა გომართელი არიან ჩვენი სტუმრები. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. გამარჯობათ, გთხოვთ. ეთილი იყო ჩვენი ფეხი თქვენ სტუდიაში როგორც ყოველთვის. დავწანდით. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ. და კიდევ ერთხელ რომ მავუხსნათ მაყურებელს ფესტივალის შესახებ მოკლედ ინფორმაცია რომ გავაცნოთ. კი ბატონო, პირველ რიგში მივესალმები თქვენ ყველაზე გემოვნებიან მაყურებელს, ენერგიულს. და მოგახსენებთ უკვე მესამე წელია საქართველოს ხელოვანთა კავშირი ხელოვანები მომავლისათვის ახორციელებენ საფესტივალო პროექტს ფესტივალიდან ფესტივალამდე. პროექტში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად უკვე 5 წელია ტარდება თბილისში ფესტივალი მომავლის ვარსკვლავები, რომელსაც ყავს უმკაცრესი ჟიური და მთელი კვირის განმავლობაში მარტისთვის ბოლო კვირას ტარდება სრულიად საქართველოს ყველა სამუსიკო სკოლიდან, ყველა სახელოვნებო სკოლიდან, სამხატვრო სკოლებიდან წარმოდგენილი ყველაზე ნიჭიერი კონტინგენტის შემოწმება მოსავლეების. აი ამ შერჩევის საფუძველზე უკვე ბოლოს 2 დღის განმავლობაში არის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტი, სადაც ხდება დაჯილდოების ცერემონია. და აი ესეთი მკაცრი შერჩევის შედეგად მხოლოდ აი ნომინანტებს აქვთ ეძლევათ უფლება განაცხადი გააკეთონ ბათუმში აი ამ საფესტივალო პროექტზე ფესტივალიდან ფესტივალამდე. ხა მიზანი რა არის, რომ მოსწავლეები, ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც განსაკუთრებით წარმატებულები არიან და არა მარტო ჩვენს ფესტივალზე, არამედ მსოფლიოს არაერთ კონკურსი აქვთ მიღწეული წარმატება, ისინი იცით აი ამ ფესტივალიდან ფესტივალამდე თითქოს რაღაც ისე ხდებიან, იცით, აღარაფერი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. აი ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ასეთი ბავშვების წარმოჩენას და ეს სწორედ ამ პერიოდში. სწორედ ამ პერიოდში, მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ აი ეს პროექტი დაფუძნდა ბათუმში და წელსაც, რა თქმა უნდა, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება ეს. ესე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი საჩუქარია ამ ბავშვებისთვის, როდესაც მათ ეძლევათ საშუალება, რომ მუსიკალური ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 3 კონცერტი ცნობილი შემსრულებლები არიან, ხო, ჩართულები აი ამ პროექტში, იმიტომ რომ ვიცით, რომ თქვათ, მაგალითად საქართველოს დამსახურებული არტისტი პიანისტი ნინო ქათამაძე და ასე შემდეგ, ხო? ქალბატონი ნინო არის ფესტივალის ჟიურის წევრიც და სწორედ მისი შერჩევის საფუძველზე პიანისტები ხდებიან ამ პროექტში, მაგრამ ჩვენ ყველა სპეციალობის მიხედვით კლასს. ეს უბრალოდ სტუმარი არის ქალბატონი ნინო, მას ის ბათუმის მე ვფიქრობ ძალიან საყვარელი სტუმარიც არის და თვითონაც იღებს მონაწილეობას ამ პროექტში. თამუნა, ანუ როგორც ვიცით, არა მხოლოდ მუსიკალურია ეს პროექტი, არის მხატვრებიც ჩართულები. მე მოვიტანე ბუკლეტები, რომლებიც აღმოაჩინა თქვენთან კულისებში შარშანდელი და მივხვდი, რომ ეს თქვენთან რჩება და ეს არ არის თქვენთვის უბრალოდ რიგითი სტუმრის, რიგითი სამახსოვრო საჩუქარი და ძალიან მიხარია. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მხატვრები, ასეთივე წესი. რა თქმა უნდა, კი, ეს არის შარშანდელი ბუკლეტი, ის გახოთ წლევანდელი. მხატვრები არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქიდან. შარშან ჩვენ ჟიურიში ყავდა ყველასათვის საყვარელი მხატვარი რუსტამ ფეტუიაშვილი, წელს ქეთი მატაბელი. ქალბატონი, რომელმაც უამრავი თაობა გამოზარდა და წელს მე ჩემ სეგმენტ შევეხებ თუ შეიძლება პრეს-სამსახურს ძალიან კარგად იმუშავა ჩვენმა სამსახურმა წელს, იმიტომ რომ ფესტივალი გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ჩვენ საერთაშორისო სტატუსი მოვიპოვეთ. ხო, ანუ მაშინ მთავრობის მხარდაჭერით, მათი პატრონაჟით, მათი მიწვევით ჩვენ წელს ვიყავით მარმარისში და 2013-ში ვაპირებთ ქალაქ სტამბოლში უზარმაზარ საგამოფენო და საკონცერტო დარბაზში ფესტივალის გამართვას, ასე რომ გაუხარდეთ მასშტაბები. კი, და ქართველები, ანუ საქართველოს მხარიდან ვინ მონაწილეობს მაშინ ამ საერთაშორისო ფესტივალზე? კი, რა თქმა უნდა, გამორჩეული ბავშვები, გრან-პრის მფლობელი, ფესტივალის ვარსკვლავის მფლობელი, ნომინანტები, ლაურეატები, ასევე ირანიდან და რა თქმა უნდა თურქეთიდან მონაწილეები. აი ამ ფესტივალში ჩვეულებრივად იქნება ნომინაციები და ჟიური გამოავლენს, ხო? მარტის თვეში.
მარტის თვეში უკვე გამარჯვებულები არიან. გამარჯვებულები არიან უკვე და უბრალოდ ეს არის ფესტივალი ნაღები ფესტივალის იხსნება ბათუმში. და მაშინ ასეთი კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ჩვენს მაყურებელს, რომ ბათუმში, ანუ ვიცით, რომ სეზონზე ძალიან ბევრი აქტიური ესეთი დატვირთული პროგრამაა კულტურული და რატომ შეარჩიეთ ბათუმი ასეთი კონცერტისთვის თან არა სეზონზე? ასე რომ თქვა. ჩვენი სასწავლო სპეციფიკა ზაფხულში. ბავშვები ისვენებენ, იცით, სახელოვნებო განათლების ქსელი მთლიანად ისვენებს, საგანმანათლებლო ქსელიც. ისინი მხოლოდ და მხოლოდ სექტემბრის 15-დან ერთვებიან, ამიტომ მათ სჭირდებათ გარკვეული პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან წარმატებულები არიან, ეს არის აუცილებელი, რომ მათ კონდეთ ერთი თვე მაინც. მოსამზადებელად. თუმცა ჩვენ ნოემბრის თვეში თან ვუთანხმებთ, ასევე ვთქვათ, თქვენ საკონცერტო განმიქსած სიმფონიური ორკესტრის. აქედან გამომდინარე და მე არ შემიძლია მადლობა არ გადავხადო ყველას. ბათუმის სამივე სახელოვნებო სკოლას, მე ბედნიერი ვარ, რომ სამხატვრო სკოლა სტუდიაც ჩაერთო ანდამატი. აი აქ და იქიდან ზუსტად 6 მედალოსანია წელს ის გამოფენაშიც იღებს მონაწილეობას. ჩვენ გვიხარია, რომ ძალიან წარმატებულები არიან ბათუმელები და ისინი აი ამ კონცერტებში არიან ძალიან 11 წელს. ძალიან დიდი მადლობა, რომელიც ჩვენი მასპინძელია ყოველ წელს. ქალბატონ ნინო ჩაიძეს და მთელ მის კოლექტივს. მის საოცარ გუნდს ქალბატონი ირახერჟის, ბოცვაძის, ინგა ბოცვაძის და ასე შემდეგ. ასევე ხელოვნების სკოლის ქალბატონი ნინა ორგანიზებას მოსწავლეები იღებენ და 9 წლედის გუნდი, რომელსაც მე ვიტყოდი, რომ ალბათ ჩვენი ლოცვა კურთხევის შემდეგ ძალიან დიდი წარმატება ქონდა წელს და თქვენ ამის შესახებ და ბათუმელები ამის შესახებ ინფორმირებთ. როგორ იქნება პროგრამა? უკვე გუშინ გაიხსნა ფესტივალი და იხურება 27-ში. კი, ანუ ამ დღების განმავლობაში რანაირია პროგრამა? ყოველ დღე გაიმართება 6 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ბოლო დღეს 27-ში ჩვენ უკვე გვაქვს გალა კონცერტი, სადაც მოხდება დაჯილდოების ცერემონია. ეს იქნება ინდივიდუალური პროგრამით და მანამდე ყოველ დღე ასეთივე წესით 5 საათზე ზედა სართულზე გაიმართება უკვე გამოფენა მინი კონცერტის თანხმობით. და ეს ყველაფერი არის უწმინდესის ლოცვა კურთხევით ფესტივალი, ხო? დაწუნდა და ალბათ ამიტომაც არის წარმატება. ალბათ მაშინ სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, ფესტივალი რას გეგმავს მომავალ წელს უკვე ახალი გეგმები გაქვთ? კი ბატონო, ფესტივალი ასევე აი ჩვენი სახელოვნებო ქსელის მოთხოვნის შესაბამისად ვთხოვეს, რომ დაგვემატებინა ერთი კატეგორია. ეს არის მეოთხე კატეგორია, ასაკობრივი. მაგ მხედველობაში ფაქტიურად ზღვარი მოიხსნა უკვე ასაკობრივი. მეოთხე კატეგორიაში მონაწილეობის უფლება უკვე აქვთ პედაგოგებს, რომლებსაც საკონცერტო მოღვაწეობა ენატრებათ. ამას მოთხოვნით დაემატა. ამიტომ ეს არის სიახლე გარკვეულწილად, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და იმედი მაქვს, რომ უკვე პედაგოგთა აი ესეთი შეჯიბრების შედეგად და კონკურსის შედეგად ბათუმში ალბათ 2013 წელს უფრო საინტერესო იქნება ჩვენი და კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩვენ სექტემბრის თვეში მივდივართ სტამბულში, სტამბულის მერის და ოლქის გუბერნატორის მიწვევით, საიდანაც ჩამოვიტანთ უკვე მასალას და ეს მასალა უკვე გავა ქართული ტელეარხების მეშვეობით. და ეს ფესტივალის ჟიური ტრადიციულია თუ იცვლება თუ როგორ არის თქვა ყოველწლიურად თუ თქვა იცვლება. ეს წესია. განაცხადებიდან გამომდინარე დგება ჟიური. ეს იგი თუ არის საგუნდო კოლექტივები, მაშინ ჩვენ აი აქედან გამომდინარე ჟანრობრივად მარეგულირებთ ამ მაშინ ჟიურში გუნდის სპეციალისტიც არის, თუ თქვათ არიან ვოკალისტები, არის კომპოზიტორი, ვოკალისტი და ასე შემდეგ. ეს არის დიდი შანსი იმ პატარებისთვის ალბათ, რომლებიც აპირებენ სამომავლოდ რამის. აი ჟიურის წევრები არ არიან მხოლოდ იმ დღისთვის. რა თქმა უნდა. ისინი მერე ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, უფრო მეც ვიდრე ფესტივალზე. ამ ბავშვებთან მერე მუშაობენ, ისე რომ აი რაიონებიდან, თქვენ სოფლებიდან ბავშვები ჩამოვიდნენ, მე არ ვიცი პირდაპირ, აი ძალიან ნიჭიერი ბავშვები და რა თქმა უნდა გაიზარდა პედაგოგთა პროფესიონალური მომზადების დონე, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შეიძლება ითქვას ბავშვების. და ფაქტიურად დონე მაინცია. სრულიად საქართველოში. ყველა, აი ნახავთ თქვენ რომ თითქმის ყველა რეგიონია წარმოდგენილი და მე ქალაქი წინანდალი არ არის ქალაქი, არ არის ესეთი მნიშვნელოვანი, ხო თითქოს
ცენტრი, მას სხვა ღირებულება აქვს, ვისაც ის ჩვენ გვიყვარს, მაგრამ აი სკოლა, ნუ გაგვაოცა. ძალიან ბევრი კარგი ალბათ ასეთ ბავშვებს სჭირდებათ სწორედ ასეთ ფესტივალები, რომ წარმოაჩინონ ნიჭი, მოხდეს მათი мотиваცია კიდევ უფრო და შემდგომ რა თქმა უნდა და ახალი თაობების და რა თქმა უნდა კონსულტაციები და მასტერკლასები იმ პროფესორების, რომლებიც თანამშრომლობენ ხელოვანთა კავშირთან. ანუ ეს არის ფესტივალის ფარგლებში ესეც. და კიდევ ერთი ჩვენ 2012 წელს შეგვისრულდა 5 წელი, ასე რომ ვივლოცავ მაშინ რაღაც ისეთი ბრალი თარიღია, სხვათა შორის ჩვენი გადაცემას 5 წლის არის ასევე წელს გახდა და ფესტივალი არის საერთაშორისო, როგორც ვიცით, და ვინ მონაწილეობს და რომელი ქვეყნებია ჩართული. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ პროექტში, არ დაგიმალავთ, წელს პირველად მოვიპოვეთ საერთაშორისო სტატუსი, წელს ჩართული იყო 3 ქვეყანა. მომავალ წელს ჩვენ ვაპირებთ გავაფართოვოთ მასშტაბები და ჩავატაროთ სტამბულში, ეს ერთ ცენტრი, საშემსრულებლო სკოლის, სადაც არის არაჩვეულებრივი დარბაზები, კონსერვატორია, პროფესურა, ისინი ჩართულები იქნებიან ჟიურიში და რა თქმა უნდა მონაწილეობას მიიღებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ოღონდ ჯერ გვინდა ეს დავტოვოთ სიურპრიზად, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ ვაშხერებ. ალბათ მოლაპარაკებთ, რა თქმა უნდა. წელს ჩვენ აი ამ სიახლით იმედი მოგებთ, რა თქმა უნდა. და არის საერთაშორისო ჟიური. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ჩატარდეს იგივე თურქეთში, იგივე სხვა ქვეყანაში, მაგრამ იყოს აი ქართველების წარმომადგენლები. აი ეს იყო საერთაშორისო ჟიური 7 კაცის შემადგენლობით, ისე რომ საკმაოდ მაღალი პროფესიონალები იღებენ მონაწილეობას და ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ჩვენ მათ ალბათ მოვიწვევთ ჩვენთანაც მაისის თვეში კონსერვატორიის თბილისში. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ გვეწვევთ. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ 27 ნოემბრამდე გრძელდება ეს კონცერტები კონსერვატორიის მუსიკალურ თემებზია 12 წლების დიდ და მცირე დარბაზში საღამოს 5 საათზე. საღამოს 5 საათზე მცირე დარბაზში, 6 საათზე დიდ დარბაზში და ველოდებით ყველას. აუცილებლად მადლობა თქვენ. და დიდი მადლობა თქვენ ტრადიციული საინფორმაციო მხარდაჭერით. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენ კი ვაგრძელებთ მუსიკალურ თემას, იმიტომ რომ ახლა მუსიკალური სალონის დრო